Nebo საღამომშვიდობის აბა როგორ ხართ? ბედნიერ საღამოს გისურვებთ. გოგონებო, მოდი გავაკეთოთ რაიდერის დასტაზე გაშლა ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ასეთ თემაზე, რას ფიქრობ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ? რა ფიქრები აქვს? აი ჩქარობს ძალიან ფიქრებით თქვენ მიმართ. რა ფიქრები აქვს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? გავაკეთოთ ორ ვარიანტზე გაშლა. პირველი ვარიანტი, გოგოებო, მეორე ვარიანტი. პირველი იქნება მარცხენა მხარე, მარჯვენა მხარე, მეორე ვარიანტი. მოდი ჩაიფიქრეთ, გოგონებო. ჩქარობ, იმიტომ რომ ჩემ ტელეფონს მეხსიერება აქვს ძალიან ცოტა, გოგოებო და სწრაფად მინდა მოვასწრო ორივე ვარიანტის ჩაწერა. სხვა შემთხვევაში ვეღარ მოვასწრებ. პირველი არის, მეორე ვარიანტი ეს არის. მოდი ჩაიფიქრეთ. აბა დავიწყოთ, პირველი ვარიანტი არის ეს, მარცხენა მხარე, მოკლე გაშლას გავაკეთებ, გოგოებო, ვისასურვილი გექნებათ, შემეხმიანეთ, რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენ მიმართ. აი, ორ სკამსზე უნდა თამაში ისევ, თქვენ გელოდებათ იქით და არის რაღაცაზე გულდაწყვეტილი, შესაძლებელია თქვენ მიხვდით ბევრ რაღაცას და დაშორდით და აქ უნდა რაღაცის შემოთავაზება. აბა კიდევ რას ფიქრობს, გოგოებო? კი, ძალიან სწრაფად უნდა რომ მოვიდეს თქვენთან, დაგირეკოთ, დაგიკავშირდეს, შესაძლებელია მოგწეროთ უნდა ძალიან სწრაფად და აქ მოხდა განშორება, ბოდიში გოგოებო, განშორება მოხდა, შესაძლებელია ეს ადამიანი თვითონ იყოს დაოჯახებული. აბა კიდევ რა ფიქრები აქვს? ეს ადამიანი და თქვენს შესაძლებელია ამ გრძნობებზე თქვით უარი და იგი გაბრუნებულია და მიდის აქ აშკარად განშორებული სიტუაცია. რას ფიქრობს თქვენთან კიდევ რა უნდა თქვენგან? ძალიან გულდაწყვეტილი ხართ თქვენ, გულნატკენი ხართ. შესაძლებელია გაიგეთ ღალატის შესახებ ინფორმაცია და ამას თვითონაც კი განიცდის ძალიან, მაგრამ სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერ არაფერს არ შვება. კიდევ რა ფიქრები აქვს? ძალიან გონივრულად ფიქრობს და არკვევს ამ ყველაფერს, თუმცა არაფერს არ აკეთებს. გოგოებო, თუ რეზონირდა, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი. ეს იყო